საღამშვიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო, თქვენ უსმენთ რადიო სივრცეს FM 98-სა და 5-ზე, ასევე გვიცქერთ ჩვენს Facebook გვერდზე და YouTube არხზე რადიო სივრცე. ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტზე და დემოკრატიაზე, იყო პროევროპული, არ ნიშნავს იყო ანტიქართული. ჩვენ გვწამს ერებისგან შემდგარი ევროპის თავისი ძლიერი იდენტობით და სიამაყით დგავართ მათ გვერდით, უნგრეთში და მის მიღმაც, ვინც ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ პატრიოტიზმი არის ღირსება და არა ცოდვა. ეს არის ფრაგმენტი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გამოსვლიდან უნგრეთში გამართულ კონსერვატიულ პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე დღეს. და კიდევ მეორე საქართველოს გმირი საერთაშორისო პატრიოტი, ადამიანი, რომელმაც მოიგო არჩევნები, არის ირაკლი კობახიძე. ძვირფასო მეგობრებო, 20% ამ ქვეყნის არის რუსული დათვის მიერ წაღებული, მაგრამ მან ბრიუსელს არ დაუხარა თავი, გახდა ახალი დიდი ბრიტანეთი და გახდა ძლიერი წარმატებული ლიდერი თავის ქვეყანაში. ეს უკვე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის სიტყვებია ირაკლი კობახიძის მიმართ. მოკლედ საკმაოდ დატვირთული კვირა გამოდგა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით დამოუკიდებლობის დღისადმი ამერიკიდან გამოგზავნილი ორი მისალოცი, ამერიკის საელჩოს ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილთან ჩაშლილის შეხვედრის შესახებ და თავად ივანიშვილის პასუხი. დღეს საქართველომ რუსეთისგან უკვე დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შეთავაზება კიდევ ერთხელ მიიღო, მაგალითად კარასინის განცხადებას გავიხსენებთ, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები, რაც შეუძლებელია თქვა შიდა პოლიტიკაზე. ისევ არავინ იცის ვინ მიიღებს, ვინ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, მოკლედ არიან ლიდერები, ვინც აიძულებენ ხელისუფლებას, რომ ისინი დააკავონ. როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოს გარეთ, საქართველოს შიგნით, რა პრობლემები გვაქვს, მოკლედ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი დიპლომატი, ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთში 2017-2021 წლებში, მანამდე იყო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეც და ახლა უკვე გახლავთ თბილისის საკრებულოს ახლად არჩეული თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძეა. ჩვენი გადაცემის სტუმარი, მოგესალმებით მათნო ზურა. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ მსმენელებს, მაყურებლებს. მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. პირიქით მადლობა რომ მობრძანდით. მოკლედ აუცილებლად უნდა დავიწყოთ ჩვენი საუბარი უნგრეთში მიმდინარე დღევანდელი კონსერვატული პოლიტიკური მოქმედებების კონფერენციით. ძალიან კარგი იქნებოდა რომ საკრებულოს ახლად არჩეულ თავმჯდომარესთან გვესაუბრა დედაქალაქის ამბებზე პირველ რიგში, მაგრამ ქვეყანაში ესეთი პოლიტიკური ვითარებაა და მოვლენები საგარეო თუ საშინაო კუთხით ისე ვითარდება, რომ იძულებულები ვართ რომ ჯერ კიდევ აი ეს დღის წესრიგი იყოს და ამაზე ვისაუბროთ. და რა თქმა უნდა ეს დაძაბულობა რაღაცნაირად ვთქვათ რატომ არის შექმნილი. მოკლედ რაც შეეხება უნგრეთს და დღევანდელ პრემიერის გამოსვლას მე პატარა მონოლოგი წავიკითხე აქედან და რამდენიმე მესიჯი იყო მის გამოსვლაში, რომ აი მაგალითად პროევროპული არ ნიშნავს იყო ანტიქართველი, პრემიერმა თქვა ეს. მე მაინტერესებს პირველ რიგში მისი გამოსვლა შეაფასოთ და ზოგადად ეს კონფერენცია და რატომ დაერქვა მაგალითად პროევროპულობა ანტიეროვნულს, აი რა პროცესი მიდის ახლა ევროკავშირში ღირებულების კუთხით და რატო ვაკეთებთ ამაზე აქცენტს? დღეს ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის მონაწილეობა ასეთ ფორუმში უნგრეთში, სადაც უკვე გამოიკვეთა და ეს ამის გამოკვეთის პროცესი მიმდინარეობდა გარკვეული უკვე წლებია და დღევანდელ ხელისუფლებას, მის მმართველ ძალას, ქართულ ოცნებას მკვეთრად გამოხატული პოლიტიკა და იდეოლოგია გააჩნია. უფრო კონსერვატიული ამას ხო, ამას. ეს არის მნიშვნელოვანი, ეს უკვე ეს არჩევანია. ჩვენ არა ვართ რაღაცა ხან ერთი და ხან მეორე, ხან ლიბერალური შეხედულებების ან რაღაცა იქ სოციალისტური. ეს არის გამკვეთრად გამოხატული კონსერვატიული შეხედულებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე ამის დემონსტრირება სწორედ ასეთ ფორუმებში მონაწილეობა სწორედ ხელს უწყობს, რომ შენ ამ სივრცეში კომფორტულად უნდა პირველ რიგში თავს და ის ადამიანები იდეოლოგიურად შენი მონათესავე პოლიტიკური ლიდერების ამ ერთ აზრს ვიზიარებთ და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ იდეოლოგიის ამ მიმართულების მხარდამჭერია სწორედ საზოგადოებად საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენ არ შეიძლება რომ ავამბობდეთ ერთ და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობდეს სხვას. აი სწორედ სხვათა შორის ბოდიშ ვიხდე ეს მინდოდა ახლა გამიშთა ეს შეკითხვა და ადრეც სულ ვეკითხებოდი ხოლმე ჩემს სტუმრებს, რომ ბოლო წლებია რაც მკვეთრად კონსერვატიული გახდა, ხო, ქართული ოცნება, ის მიხვდა საზოგადოების ამოთხოვნას თუ აი რატომ მოხდა ეს? ზოგადად ეს ორივე კომპონენტი ამ შემთხვევაში ეს არის
იდეოლოგია, ეს არის მიმართულება, რომელიც აქვს მკვეთრად გამოხატული პოლიტიკურ ძალას და მიაჩნია, რომ ეს არის დღეს მთავარი ამოცანა, იმიტომ რომ როგორ უნდა გადაარჩეს სუვერენიტეტი, ეროვნულობა, ეს არის თვითყოფადი თემები, რომლებიც უნდა გადაარჩენს პატარა სახელმწიფოს და ჩვენ ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და ჩვენ აი ზუსტად რამდენიმე დღის წინ, რამდენი კვირის წინ 17 მაისი, როდესაც უწმინდეს უნეტარესმა დააწესა ეს ოჯახის სიწმინდის დღეც, აი სწორედ ეს საზოგადოება არ მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში დავინახეთ უამრავი ასობით ათასი ადამიანი, როგორ გამოვიდა, როგორ უერთდება ამ პროცესს და ეს არის ზუსტად ქართული საზოგადოება და ხალხი, ადამიანები. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვამბობთ, რომ დანარჩენი ვინც ამას არ უერთდება არ არიან საქართველოს მოქალაქე, რა თქმა უნდა, ისინი არიან, მაგრამ მათ სხვა შეხედულებებს, სხვანაირად უმრავლესობაზე რა თქმა უნდა და მე სწორედ ეს მინდა ვთქვა რომ სწორედ ეს განწყობები ეს ხასიათი ეს მიდგომები მე სწორედ უკვირს ჩვენ ოპონენტებს რომ არჩევნებს რატომ მარცხდებიან სწორედ იმიტომ მარცხდებიან რომ საზოგადოება რომელიც გამოდის მე არ ვამბობ რომ 100% ახლა იქ ვიც არის აბსოლუტური ესეთი ქართული ოცნების ესეთი ხარდამჭერი რომელიც ერთ წამით არ შეყოყმანდება მაგრამ პრაქტიკაში რო გადავთარგმნოთ ისიც რა ეკა როდესაც მოდის არჩევნები და როდესაც დღეს გება არჩევანის წინაშე საზოგადოება და ადამიანი სწორედ ირჩევს ამ მიმართულებას და ამ მიმართულებას სწორედ რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ეს დღეს რაზეც ილაპარაკა ირაკლი კობახიძე რომ პროევროპული მეც ევროპელია მე ქართველი ვარ პირველ რიგში ხო ბუნებრივია მე მომწონს ევროპა მომწონს იქ რაღაც გარკვეული საკითხი მაგრამ არ მომწონს ბევრი რაღაც ეს იმას არ ნიშნავს რომ მე ყველაფერი უნდა მივიღო იქიდან ხო ბუნებრივია ჩვენი კულტურა ჩვენი ტრადიციები ჩვენი თვითყოფადობა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და საქართველოს რატო უწევდა რაღაცებს გადახედვა თავის პოლიტიკური მდგომარეობების რომ გადაერჩინა თავის სახელმწიფოებრივ და დღეს სწორედ ამ ვითარებაში ვარ და ჩვენ მიხვალ რომ რატომ გვიწევს მტკიცება თუნდაც ხელისუფლებას რომ აი ევროპული იყო არ ნიშნავს რომ მაგალითად იმიტომ რომ არის ნახეთ და სწორედ ამის მტკიცება რატო გვიწევთ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა პროპაგანდის და სიცრუის წინააღმდეგ ბრძოლა ამის დამტკიცება იმიტომ რომ როდესაც ქვეყანაში შენ გეუბნები რომ დემოკრატია არ აგავს და ნამდვილად გავს დემოკრატია ვინაიდან ქვეყანა საქართველოში არის უამრავი პლატფორმა სატელევიზიო იგივე რადიო სივრცე ან ნებისმიერი ბიუჯეტი რომელიც არის მკვეთრად ოპოზიციურად და რადიკალურად ოპოზიციურად განწყობილი და რომელსაც შეუძლია თქვა შავზე თეთრი და პირიქით სწორედ ამის მტკიცებაა ამის მტკიცება საზოგადოებაზეც ბუნებრივი მოქმედებს რომელსაც შეიძლება ამოტრიალებული აქვს ეს რეალობა და აბსოლუტურად სხვანაირადაა დანახული და თუ ევროპა ყველაფერი თუ არ მოგწონს ევროპა ესე იგი საქართველოს ვერ გადარჩება ესეთი აღქმე ეს ხო ჩვენ ხშირად მოგვისმენია ჩვენი ეგრეთ წოდებული ოპონენტების მხრიდან რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ აღქმების ეპოქაში ვცხოვრობთ აღქმებით არის ყველაფერი მართული და სწორედ მინდა ვთქვა რომ ის ტელევიზიები და ის მედია საშუალებები ამას კულტივაციას ახდენენ ამას კულტივაციასა და საზოგადოება იღებს ამ ინფორმაციას და ბუნებრივია მე არის ძალიან სერიოზული ამ ჭიდილის ქვეშ და რატო არის პოლარიზაცია ქვეყანა პოლარიზაცია არ ხდება კონკრეტული ადამიანებს ხოლმე ამას უქმნის პროცესი ხელს და ჩვენ ამ შემთხვევაში ხა სწორედ პრემიერ-მინისტრის ესეთ ფორუმებში მონაწილეობა ასეთ პლატფორმებში მისი გამოსვლა და კაფიო გზავნილების გაჟღერება, უკვე დემონსტრირება და საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელსაც კიდევ რაღაც შეიძლება ვთქვი, უნდა მოისმინოს და დაინახოს, რომ ეს არის დღეს საქართველოს არჩევანი, ევროპის ცენტრი არის ბუდაპეშტი, ეს არ არის რაღაცა გარეუბანი, ხომ, უნებრივი ევროპის ცენტრია, დიდი კულტურის და დიდი გარკვეული შესაძლებლობების ქვეყანა, შეიძლება ეს არ არის, რა თქმა უნდა, რომელი პირველი ევროპული საფრანგეთი, გერმანია და ასე შემდეგ, მაგრამ ხედავთ, რომ პოლიტიკური კლასი და ბიუროკრატია, რომელიც ამას დღეს შეიძლება ხელს უშლიდეს საქართველოს გაწევრიანების პროცესს გარკვეულწილად ამ ჩვენ ევროპულ მომავალს და სტრუქტურებში და იმიტომ ეს არ უნდა იყოს სწორედ ამაზე იყოს არ უნდა იყოს შანტაჟის საგანი ჩვენ უნდა გავხდეთ რაღაცა წელში გამართული მხრებ გამართული თავად წეული უნდა შევიდეთ იმიტომ რომ ეს ჭირდება ქართულ სახელმწიფოს ჩვენ არ უნდა ვიყოთ მონები ეს არის ეხლა დღეს ხო ეს სიტყვა ძალიან ესეთი დაინერგა რა ქართულ პოლიტიკაში მონახა რაღაც რუსეთის მონახა და ზუსტად მონური აზროვნება უნდა დაინგრეს ამ ქვეყანაში და საზოგადოება უნდა გადაეჩოს ჩვენ არავის მონები არ უნდა ვიყოთ ჩვენ ვართ თვითყოფადი სახელმწიფო რომელსაც რა თქმა უნდა აქვს
ბევრი გამოწვევა, ბევრი პრობლემა, აქვს თავისი მეზობლები, თავისი გამოწვევებით, მაგრამ ჩვენ აქ უნდა გავიაროთ, აქ უნდა გაძლიერდეს ქართული სახელმწიფო და სწორედ ესეთი პოლიტიკა, ესეთი შეუვალი შეიძლება ესე ითქვას და მკვეთრად გამოხატული, ვფიქრობ, რომ გაამარჯვებინებს ჩვენ სახელმწიფოს, ქართულ სახელმწიფოს და მომავალი თაობების სწორედ ამ ფაქტს და ჩვენი უახლოესი ისტორია უაღრესად დადებითად შეაფასებთ. მე ამისი გულწრფელად ჯერა. ჩვენ ახსენეთ ახლა საზოგადოებაში დაპირისპირება და ძალიან დაძაბულია ეს ვითარება, სანამ ისე პრემიერის კიდევ ერთ მესიჯს დავუბრუნდებოდე. ხომ არ იყო აქ იგივე ქართული ოცნების მართველი გუნდის მაგალითად სისუსტი არ ვიცი რომ რაღაცნაირად აეხსნა მოსახლეობისთვის ის გზა საით მიდიოდა ის, როდესაც უკვე დღეს მას რუსულ ხელისუფლებას უწოდებენ, გარკვეული ხო, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, საზოგადოების გარკვეული ნაწილი არ ჯერა მისი ევროპული რაღაცა მისწრაფებების, აი აქ სად იყო შეცდომა, როგორ ფიქრობთ, სად შეიძლებოდა რომ უფრო სხვაგვარად აეხსნა ხელისუფლებას საზოგადოებისთვის? მე ხვდები თქვენი შეკითხვის არს, ეხლა ამ შემთხვევაში იქ ფორმა თქვათ ეს გამოსვლა და ესეთ მკვეთრად რაღაცა შეიძლება გარკვეულწილად შოკირებული იყო რა ჩვენ ვაჩე ჩვენ ხო აი მაგ 28 ნოემბრის გამოსვლა რომელიც საკმაოდ ხისტად ჩანდა ძალიან გამგებმა კარგად ჩვენ ვაჩერებთ არა იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ ჩვენ დღესვე მზათა ვართ რომ გაგვიხსნათ მოლაპარაკების ეს პლატფორმა ხომ რომ ჩვენ უკვე მოგცეს კანდიდატის სტატუსი და ეხლა უნდა მიცეს მოლდოვას, მიცეს უკრაინას, ეხლა რამდენად დამსახურებულად ჩვენ რატო ჩამოგტოვეს ეს ერთი საკითხი რაც ხშირად გვისაუბრია, მაგრამ ჩვენ მზათა ვართ გაგვიხსენით მოლაპარაკებად დღესვე დავიწყებთ, მაგრამ არა ისე რომ ჩვენ ეს დაკიდოთ და ჩვენ ამითი აშანტაჟოთ ქართული სახელმწიფო და საზოგადოებაზე მომახდინოთ манипуლირება. სწორედ ეს იყო გზავნილი და არა რომ ჩვენ არ გვინდა არავის არ უთქვამს იცით რა არის ძალიან ვინდა ხოლმე რაღაც წარმოვაჩინოთ რომ ეს უარი თქვა ქართულმა უცნებოდ ევროპულ მომავალს ეს არის ტყუილი ეს არ არის ესე პირიქით ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი მაგრამ ეს არ უნდა იყოს შანტაჟის დაშინების და რაღაცა იმის საგანი რომ იცით აი თავიდან ბოლომდე ევროპულმა რაღაც ბიუროკრატიამ და სტრუქტურამ მართონ დღეს შიდა პროცესები, აწყონ რევოლუციები, გადატრიალებები და ჩვენ როდესაც ვატარებთ არჩევნებს, ახლა ვის როგორა შედეგი მოწონს თუ არ მოწონს, ეს ვიღებთ შედეგს, ეს არის რეალობა და ამის მიმღებლობის პრობლემაა სწორედ ის, რომ მათ წარმოედგინათ უკვე გადაწყვეტილი იყო, როგორც ოპოზიციაში, ასევე მათ მხარდამჭერებში ქვეყნის გარეთ, რომ უეჭველი იგებდა ამ შემთხვევაში ოპოზიციური სპექტრი არჩევნებს და კოალიციური მთავრობა მოდიოდა და არ მოხდა ესე და როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში. ნუ აქ შემთხვევაში არჩევნები იყო უსამართლო ხო ვიცით ეს. უკვე ნახეთ ეს კინო გვინახია, არ ვიღებთ მე ამ შემთხვევაში ეს არ ვიღებთ ამ მანდატებს, მიატოვეს პარლამენტის მანდატები და რა ხდება ახლა და ეს არის აბსოლუტურად უგუნური ჩემი აზრით და აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდება ეს არ არის შენ პოლიტიკაში ვართ და როგორც ოპოზიციაში ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივი აზროვნება არ შეიძლება ოპოზიციაში ყოფნა ეს არ ნიშნავს იმას რომ შენ სრულიად დესტრუქციული იყო და ყველაფერი დღეს იმხელა სივრცეა რომ პარლამენტში გინდათ საკრებულებში მოდით ვიდებატოთ, ვისაუბროთ, ვიკამათოთ და აზრი გამოვიტანოთ რაღაცეებზე ხო ბუნებრივია პარლამენტზე ჭირდება განსხვავებული აზრის მოსმენა და არა რაღაცა სიგიჟის და რაღაცა ხოლო ეპატაჟის ხო აი აქ პრობლემებია ნახეთ და სწორედ ეს რომ დასრულდეს რომ აღარ იყოს ამ ქვეყანაში შანტაჟი რომ არა ხა დღეს ერთს ამბობს ოპოზიცია და ევრომიტომაც ვამბობთ ხოლმე რომ აი რატომ საუბრობთ ოპოზიცია გარედან არის მართო სწორედ ეს არის ეს მათ კონდათ მხარდაჭერა როდესაც ესეთი განცხადებები კეთებოდა ბატონზურა არჩევნებთან რომ მივიდეთ ისე ხო მათ კონდათ მხარდაჭერა დასავლეთ დღემდე ელჩების განცხადებები ეგა ხო კარგად გახსოვთ აი ელჩებთან დაკავშირებით ძალიან კონკრეტულად მინდა გკითხოთ იმიტომ რომ თქვენ დიპლომატიურ ძანდებით ხო და ძალიან კარგად იცით ეს თემა აქამდე აუცილებლად მივალთ დღემდე გრძელდება დასავლეთის აი როგორ ფიქრობთ ამდენი თვის შემდეგ არის შერბილებული რა ნიშნები ჩანს დაინახეს მე მარტივად გახცევთ პასუხს დაინახეს რომ ეხა იგივე ირაკლი ყობახიძე ჩვენი პრემიერ მონაწილეობდა ამასინათ იმ ალბანეთში ფორუმზე ხო იქ დავინახეთ პრეზიდენტ მაკრონის მისვლა და ეს რაღაცა და აჟიოთ აი ეს მივიდა ხო და მოვი რაღაც და უკვე ხო გამოჩნდა რომ ეს მიმღებ ეხა იქ ფორმალურად ის რა სიტყვი როგორ მილოცვას გამოაგზავნი და ასე შემდეგ ამას უკვე ნაკლებად აქვს მნიშვნელობა იცით რა მიმღებლობა სწორედ ეს არის რომ მიიღო რომ ეს რეალობა ეს არის ხელისუფლება რომელიც მართავს სახელმწიფოს
და ყავს ქვეყანაში ოპოზიცია, რომელიც არა სუსტი ერთია, მაგრამ არის აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი. ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან გვაქვს ჩვენ საქმე, როდესაც და თან ერთმანეთის შანტაჟი და დაშინების წარმოუდგენელია, რომ ჩვენ ახლა საკრებულოში ქონდა სხდომა და ოპოზიციის წარმომადგენელმა აბსოლუტურად დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიეღო მონაწილეობა სხდომაში, გაეხსნა სხდომა და თავისი პოზიცია გამოეხატა იმ ადამიანს, ხო? ისიც ბოიკოტის რეჟიმში არიან, იქაც ოპოზიცია როგორ ხო, და გამოვარდნენ და დაუწყეს ამ კაცს ლანძღვა, გინება, გადათხეს, რომ ის როგორ გაბედა და ესე იგი თვითონ ესე წარმოიდგინეთ ოპოზიციის ბუნებაა, რომ ეს ადამიანები როგორ არის მოწოდებული, როგორ განსხვავებული აზრის მიმართ, როგორი ბრძოლა შეიძლება გამოაცხადონ და ისინი თვლიან თავისთან დემოკრატებად და ევროპელებად, როდესაც ასე იქცევიან, ახლა ხო წარმოუდგენელია და დღესაც ეს მოიჭიდი, მახსოვს შეუთანხმდა ოცნებას, რომ იყოს საუბარი ამათ. დღესაც ხო ნახეთ რა ხდება დღესაც ხო ვიღაცა რო იტყვის რომ ჩვენ არჩევნებში მივიღებთ მონეტა, ეს ასე მოღალატია ქვეყნის. იცით რა მე ცოტა მიჭირდა აქ მეგონა სიგიჟესთან გვაქვს საქმე, ანტისახელმწიფოებრივი სიგიჟე შეიძლება ამას დავარქვათ, იმიტომ როგორ შეიძლება რომ პოლიტიკურ ძალას თუ გინდა პოლიტიკაში ყოფნა და არჩევნებში არ მივიღებ მონაწილეობას არ მეს მაშინ რა გაუქვდი შენ თვითონ და დაიხურე კუდი თავზე და აქ ალბათ ისინი ამბობენ რომ არალეგიტიმურია ხელისუფლება არალეგიტიმურია მაშინ არ აღიარებენ არაფერს არ აღიარებენ შესაბამისად სწორედ დაუნდათ რომ დაამხონ ხელისუფლება რევოლუციით ძალადობრივი გზით მოვიდნენ და ეს არ მოხდება დასრულდა ტელეფონით ეს მეორე ეს ცოტა კომიკური შემთხვევა უკვე ძალიან ისე არ ვიცი ბატაბურჭულად ძალიან სერიოზულად ჯელობს ამ ამბავზე და თქვენ თუ გაიგიათ მის გარდა რომელიმე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი რომელიც ამას სერიოზულად განიხილავს არა იმან თქვა გუშინო მაგალითად შევიკრიბეთო ვიმჟელეთ მე არ ვიცი ვისთან და შეიკრიბნენ მაგრამ ეხლა აბსოლუტურად არა ეხლა ხო წარმოგიდგენიათ თვითონ ეხლა ჩვენ ხო კარგად გვახსოვს არა თან არჩევნებამდე რაღაც გარკვეული პერიოდი ცოტათი ადრე როგორ გამოდიოდნენ ლიდერები ოპოზიცია აღარ ჩამოთვლე მასახე და გვარებს პრეზიდენტით დაწყებული სხვებით დამთავრებული სალომე ზურაბიშვილით რომ ამბობდნენ რომ ეხლა მორჩა აქ ვერ გაყალბდება ეს არჩევნები იმიტომ რომ ეს არის ელექტრონული აგერ არის აპარატები ეს არის სრულიად უსაფრთხო და ხალხო მოდით არჩევნებზე და დავამარცხოთ ქართული ოცნება კი ბატონო ხო ესე იყო ის აპარატები არ იმუშავეს და მე რაღაც გაჟონა, გამოჟონა, იცით არასერიოზულია ეს ყველაფერი და უბრალოდ ხა არასერიოზული ერთის მხრივ არის, მაგრამ ამას ხო ყავს საზოგადოება, ამას უსმენს და არიან ადამიანები, რომელსაც ამის ჯერა. აქ არის პრობლემა ხვდებით, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი შეიძლება ეს არ არის ღმერთმა დაგვიფაროს უმრავლესობა ქვეყნის, მაგრამ არის ადამიანები, რომელსაც ჯერათ, რომ ეს ესია. იმ მოისმენენ ამას ერთის და აქ არის პრობლემა, რომ ეს დღეს ერთ ეტყვის, რომ აბსოლუტურად უსაფრთხოა ეს არჩევნები და ეს აპარატები იმუშავებს სწორედ და ქართული ოცნება ვერაფერს ვერ გააყალბებს და მეორე დღეს ამბობს რომ არა კი მაინც ყველაფერი გააკეთეს და გააყალბეს. ეხლა ეს სწორედ ახმები, აი სწორედ აქ არის ახმებს ეს საუბარი. აღიქვეს და თვითონ აღიქვა, დააჯერა და მორჩა უკვე, всё, დამთავრდა იქ ახლა. ოპოზიციას მინდა კი ხვდები ახლა. თავი პრობლემა აქ არის, მაგრამ მინდა უფრო ვისაუბროთ დღევანდელ მოცემულობაზე და რა იქნება. პრინციპში ოპოზიციაზეც აუცილებლად გითხავთ, მაგრამ იდენტობას არ გავცვლით პოლიტიკურ კეთილგანწყობაზეო დღეს თქვა პრემიერმა უნგრეთში. აი რის ფასად როგორ არ ვიცი, როგორ აღიქვით თქვენ ეს ნათქვამი, ანუ რის ფასად შეიძლება გაცვლილიყო პოლიტიკურ კეთილგანწყობა რას ნიშნავს? ისი კეთილგანწყობა იმასაც ხედავთ ევროპისგან. ხო, ევროპისგან თავი დავხაროთ ყველაფერი, თქონდა თქვენ რასაც გვეტყვით, ჩვენ ყველაფერს იმას გავაკეთებ და იცით რა არის, ყველაფერი ხო შეიძლება ბევრი რამე არ ითქმება და არც ხდება ამას ხა პოლიტიკური არის კულუარები, სადაც რაღაცებზე საუბარი ვერ ხდება საჯარო სივრცეში, მაგრამ ჩვენ ხო დავინახეთ, რომ ბევრი მანამდე გარკვეულწილად ქართულ ოცნებას უწევდა მოდი ესე ვთქვათ, რბილად კომპრომისები და იქიდან მითითებებით და გარკვეული პოზიციებით ხელმძღვანელობა. და სწორედ ახლა მაგას თქვენ დამისვით ეს შეკითხვა უბრალოდ მე არ გავაგზავნეთ რომ მე ხო გახდით ელჩი და დიპლომატი სამსახურის და ეხლა როგორ წარმოგიდგენთ რომ ჩვენ საქართველოს ელჩმა ნებისმიერ ქვეყანაში ჯერ ერთი რომ არ მოწონდეს იქ შეიძლება არ მოწონდეს ბუნებრივია მაგრამ ეს თავის ქვეყანაში უნდა წარმოადგენს თავის დასკვნები და იქ საჯარო სივრცეში გამოვიდეს და ამაზე ეს არის იმ ქვეყანას ის არავინ არ მიცემს ამის საშუალებას იქ ეს პრეცედენტი ყოფილა არ მინახია
პირდაპირ გეწუდა ძლიერი სახელმწიფოს წარმომადგენლებიც კი არ აკეთებენ ესეთ რაღაცებს. იმიტომ რომ სახელმწიფოს აქვს ძალიან ისეთი პოზიციები, როდესაც იმ სახელმწიფოში როგორ არის თქვა რაღაც სისტემა, შეიძლება ბევრი რაღაც არ იყოს მისაღები, მაგრამ ეს არის უპატივცემულობა სახელმწიფოსი. რა და ეს შიდა საქმეებში ჩარევა სხვა რას ნიშნავს? შეგვიძლია აი ძალიან არადემოკრატიულ ქვეყანაში შეგვიძლია მიხვიდე შენი პოზიცია, მოითხოვო შეხვედრა, გარკვეულწილად გააჟღერო ჩვენ ასე ვფიქრობ და ეს უნდა ამას თავისი ფორმები აქვს დიპლომატიურ ენაზე, ან ნოტის ფორმით ხდება ან ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ ხდება საჯარო სივრცეში და საზოგადოება ამას ესე არ უყურებს, რომ ღიად აი ელჩმა თქვა და მორჩა ევროკავშირის ელჩი იტყვის და როგორ იქნება სხვანაირად ამერიკის ელჩი იტყვის მაშინ რაღაც გჭირდება ჩვენ სახელმწიფო ან პარლამენტი ან მთავრობა ან საკრებულო პირობითად და ამ ხალხმა მართონ მაშინ ქართული სახელმწიფო ისინი რასაც იტყვიან ესე იყოს ხო მაგრამ აი რა არის ის ზომა რომელიც უნდა იყოს ხელისუფლების მხრიდან მიღებული გარდა თქვა საჯარო განცხადებებისა მედიაში რასაც პარლამენტის თავმჯდომარე ძალიან ხშირად აკეთებს გუშინაც საუბრობდა გერმანიის ელჩზე კანონმდებლობაზე ხო აი რა არის ეს ზომა რასაც საზოგადოების ნაწილი ითხოვს ამას რომ გაიცით სტანდარტები თუ გაეცით რომ მორჩეს ის უნდა აიგრძალოს ის აკრძალოს რას გულისხმობ და აზრის გამოთქმა კი არ უნდა აიგრძალოს ხა ამის წარმოუდგენელი ახლა დემოკრატიული სახელმწიფო გვაქვს მაგრამ ფორმებს გააჩნია ნახეთ ფორმებს ახლა როდესაც პრემიერ-მინისტრი საუბრობს და მოიყვანა გერმანიის ელჩი ჩავიდა ბათუმში და ვიღაცამ იქ რაღაცა აქტივისტმა რამ მნიშვნელობა აქვს იყო რაღაც სიტყვიერი რაღაც შეურაცხყოფა ამიტომ უნდა დაიწყოსო გამოძიება და სისხლისამართლე გერმანიის საგარეო მოთხოვნა რომ ამ შემთხვევაში კანონი უნდა ახსრულდეს სხვა შემთხვევაში არა ეს როგორ არის ეს მრავალი სტანდარტი წარმოუდგენელია ეს არ შეიძლება ამათ უნდა შეიძლება სწორედ ნახეთ ეს არის ახლა დღეს რაც ხდება ეს არის გარდატეხა და შემდეგი თაობების იქნება აუცილებელი რომ ყველა უნდა მიეჩვეოს ქართული სახელმწიფო არის დამოუკიდებელი ქვეყანა რომელიც თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა ვიზ საზოგადოება და ხალხი დაუჭერს ხარს ის ძალა მიიღებს გადაწყვეტილებას. სწორედ ეს უნდა და ჩვენ ეს არ ქონდა. ნახეთ, აქ არის ეს პრობლემა რა. სააკაშვილი ხო საერთოდ ექსპერიმენტი იყო და მის ხელისუფლება როგორია ტიპის აი რაღაცა ხელისუფლებები უნდა ყოფილიყო და ექსპერიმენტი იყო აბსოლუტურად და ჩვენ საზოგადოებას და ხალხზე ჩაატარეს ეს ხომ? ვინც ეს დაუკვეთა და როგორც მოვიდა და ასე შემდეგ ხომ? ხელისუფლებაში რა გზებით რევოლუციის დავარქვით მშვიდობიანი თუ ვარდების. იმიტომ რომ ეს არის პრობლემა და ჩვენ ამ პრობლემას აი ეხლა მიუხედავად ამისა რომ ეს მარტივად ერთ დღეში და ორ დღეში ვერ გადაიჭრებოდა მივედით აქამდე მივდივართ და ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა ვიღაც ამ შეიძლება აბსოლუტურად ეხლა მე რასაც საუბრობ ვიღაც მიუღებელი იყოს მაგრამ მე ამაზე რომ საუბრობ ეს არ ნიშნავს იმას რომ მე უბრალოდ ეს რაღაცა მინდა რომ გავამართლო არა მე ვჯერა რომ ეს არის სწორი მიმაჩნია ესეთი ქართული სახელმწიფო უნდა შეიქმნას რომელიც იქნება დამოუკიდებელი და შემდეგი თაობები როდესაც შევიცვლებით ჩვენ პოლიტიკოსები და მოვა ახალი თაობა პოლიტიკოს იმათვის ძალიან სერიოზული ნიადაგი იქნება აბსოლუტურად და განსხვავებული რწმენა ექნებათ სწორი მიმართულება ძალიან კინეულად აღიქვამს საზოგადოების ნაწილი მაგალითად ხელისუფლების მხრიდან კრიტიკას ელჩების მიმართ ან თქვათ დასავლელი ლიდერების მიმართ რომლებიც მხოლოდ მედიით ან აი ესეთ სოციალურ ქსელებში აკეთებენ ასეთ განცხადებებს მე როდესაც გეკითხებოდი წინა შეკითხვას საუბრობდი ოფიციალურად რა ზომები შეიძლება ამისთვის გადაიდგას იმიტომ რომ ხშირად მომისმენია რომ უნდა გააძევონ ეს ელჩი ან რაღაცა ნოტა გააგზავნონ ამას არ აკეთებს ხელისუფლება და ეს რადიკალური ფორმაა რადიკალური თავრობის წარმომადგენლებიც ამ ეთერში მეუბნებიან ჩვენ არ მივდივართ ასეთ რადიკალურ ცალკრივი მეგობრობის რეჟიმში ვართ აი რას ნიშნავს ეს ცალკრივი მეგობრობის რეჟიმი როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს როდემდე შესაძლებელია რაც უნდა მეკითხა ეხლა რასაც გეკითხებით აი დასავლეთიდან მომდინარე კრიტიკა არის თუ არა ხშირად რაღაც აჩენს თუ არა უსამართლობის განცდას საზოგადოებაში და ეს აჩენს კიდევ იმის განცდას რომ რაღაცნაირად ეს პროევროპული გზა რაღაცნაირად საზოგადოებაში თითქოს იჩრდილება და სხვა განწყობები იქმნება ეს არის თუ არა საშიში იცით რა ეხლა რასაც თქვენ ამბობთ ამ აზრის გავრცელების უფლება შეიძლება აი არსებობდეს შეიძლება მაგრამ მე არ მგონია რომ ესია და რატომ აგიხსნით იმიტომ რომ როდესაც ნახეთ აი სწორედ ეს საკითხები რაც შეხოთ ჩვენ სწორედ აი ჩვენ ამბობთ აი პოლარიზაცია არის თავი პრობლემა ქვეყანაში რომ საზოგადოება და ეს უწყობს სწორედ პოლარიზაცია
გლობალიზაციას ხელს. აი ეს ევროპული ეს მიდგომების რაღაცა კულტივაცია არასწორი, ნახეთ, არასწორი, რომ აი იქიდან თუ იტყვიან რაღაცას, ესია და არიან ადამიანების უმრავლესობა, რომელიც არ თulis, რომ ესია, რადგან ისინი მეტყვიან. კი, სწორს თუ მეტყვიან, მართებულს თუ მეტყვიან, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გავაკეთოთ, კი ბატონო, მაგრამ აი ყველაფერი რომ ესე არის, რადგან ევროპელია, რადგან ამერიკელია და მორჩა უკვე, კი ბატონო, ჩვენ ამიტომ ამბობთ, რომ პარტნიორობა, მეგობრობა გვინდა. ეს აუცილებელია, როგორ შეიძლება ხა საქართველოს პატარა სახელმწიფომ მოაქციოს თავისთავი იზოლაციაში. ეს წარმოუდგენელი. რომელიც ბრალდება არის, ქვეყანა ექცევა იზოლაციაში, აი ოპოზიციის მხრიდანაც. ესეც სწორედ არის, აი ეს ახმებს და რაში იზოლაციაში არის, როდესაც არავინ დახურეს საელჩოები, გამოცხადდა რაღაც ავტორიტარული ესეთი დიქტატორული რეჟიმი და აქ ესეც არის ბრალდება, მიდის დიქტატურისკენ ხელისუფლება, მაგალითად კანონების გამკაცრებით არაერთი კანონია ეს კანონი, რომელიც მიღებულია ქართულ სახელმწიფოში, რა ვის შეუქმნა, რა მე ვერ ვთქვი ცხოვრებაში რომ გავატაროთ. ეხლა მედია საშუალებები აიგზალა და ჩაიხშო ვინმეს თავისუფალი სიტყვის უფლება არის და თქვენ გძნობთ ამას, ეხლა ხო ცხოვრობთ არა ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში, გავდივარ და ვინმეს აქვს ქვეყანა, რომ ამე შეზღუდვა ვერავინ ვერ იტყვის. თავის ეს იყო სააკაშო კანონზე ჯარიმების გამკაცრებაზე ბევრი რამე ბოლო პერიოდში კანონები რომელიც იყო მიღებული. როდესაც ხა წარმოგიდგენიათ რომ ხა ყოველდღე ადამიანები ვიკრიბებოდნენ და რაღაცა ცეცხლი ოლიგარქიას და რაღაც არ იქნება სამარ არ იქნება მშვიდობა ამას ყვიროდა ხა ეს კი ბატონო ეს შეიძლება იყოს გარკვეულ ვიღაცას მოწონდეს მაგრამ ნუ ხა რაღაცას ჩვენ ვიყავით აქ კი ბატონო და ვინმე უშლის ამას ხა კანონს ნუ დაარღვევ ჩვენთვის თავარი არის კანონს ნუ მე უნდა მივეჩვიოთ ჩვენ და ჩვენ მომავალ თაობები უნდა თქო კანონი არ უნდა დაირღვეს კანონს ნუ დაარღვევენ და გინდა შეიკრიბოთ დღეში რამდენჯერაც უნდა იმდენჯერ შეიკრიბოთ დილით შუადღე და საღამოსაც კანონის დარღვევაში რას გულისხმობს გზის გადაკვეთა როდესაც არ არის იმ ადამიანებს რაოდენობა რომელიც გზა შეუძლიათ ეს გზა როგორ იკეთებ ბუნებრივად ჩვენ ხო აქციების უმამრავი რაღაც ჩაგვიტარებია რა სააკაშო იმ რაოდენობის ადამიანს რო იკრიბა რომელიც ვერ ეტევა ტროტუარზე ბუნებრივად გადადის სამანქანა გზაზე მაგრამ იმ ადამიანის რაოდენობა რომელიც იკრიბება რომელიც შეიძლება თავისუფლად დაეტიოს ის არ უნდა კეტავდეს ხო გზას ეს ხო ძალიან ბუნებრივი რაღაცაა და ხა მე ჯარიმების არ გადახდა და ასე შემდეგ ხა თუ გავაგრძელებთ ამ თემას საუბარს ხა კანონი იყო მიღებული რადგან აპელირებს ხო ბუნებრივია თავისთავად და ნახეთ შევიდნენ პარლამენტში და დასდნენ იქ და იქ იდებატონ ამ საკითხებზე რომ კანონეს ვინ იღებს პარლამენტი ის ხალხმა რომ აირჩია და მანდატები მიცა რატო არ არიან იმ პარლამენტში და რატო არ უწევენ ოპონირებას ამ პროცესს დაждენა თქვა რომ ეს კანონი იქ რა თქმა უნდა ხო და იქ არის უამრავი პროცედურა როდესაც როგორ მიიღება კანონი და როგორ შეუძლია ოპოზიციას იმოქმედოს ამის წინააღმდეგ და როგორ შეიძლება თქვა გაიწელოს დროში გადაგარწმუნოს და ასე ბევრი საშუალება ეხა და ეს მათ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ მიდგომა არის ანტისახელმწიფოებრივი მიუხედავად იმისა ვისაც შეიძლება არ მოწონდეს ჩემი ეს შეფასება ეს ესია როდესაც პოლიტიკური ძალის ლიდერი და ამბობს იმას რომ ჩვენ არანაირ არჩევნებში მონაწილეობას არ მოვიღებთ და ეს ხელისუფლება უნდა დაემხოს და ასე შემდეგ და ვიყავთ სადღაც გავიღვიძებთ თუნდაც ჩელაბინსკში და რაღაცა ამ სისულელეებს საუბარს ну ეხლა რაზე უნდა ილაპარაკო ხო ეხლა როგორ შეიძლება სერიოზულად შეხვიდე თქვა დებატში მაგრამ ну ეს არის ეს ფორმა ასეთ რეალობაში ვიწევს ცხოვრება ამას ვერაფერს ვერ უზავთ ჯელობას რო გავყვეთ ეხლა და მოდით ბარემ ოპოზიციაზე მინდა კითხოთ რა მდგომარეობაშია დღეს აი ამ დაპირისპირებაში ქართული ოპოზიცია თქვენი შეფასებით ხო რაღაცა შიში აქვთ მათ რომ რაღაცა ევროპულ მომავალს კარგავს ქვეყანა, რაღაცა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას და აი როგორ ფიქრობთ დღეს რა მდგომარეობაში აი მაგალითად თვითმმართველობის არჩევნები მოდის ამბობენ რომ არ მიიღებენ მონაწილეობას რამდენიმეს გარდა რა შედეგი შეიძლება დადგეს აი დღევანდელი გადმოსახედიდან შიდა პოლიტიკაში იცით რა არის ახლა არის რაღაც გარკვეული ეს მიმართულებაც რომ აი ვიცით რა რასაც ეტყვიან უცხოეთიდან იმას გააკეთებენ არ ვიცი მე ხა ზუსტად ხა მაგედი ისინი როგორ მოიქცევიან მაგრამ ფაქტია რომ აქვს კეთილად გამოხატული რაღაცა პოზიცია ნაციონალურ მოძრაობას და მის სატელი განაყოფს იგივე ხა რაღაცა დაარქვეს თავის თავს არ ვიცი ახალი თუ რაღაცა ხა გვარამია და მელი ახალია და ისინი ძველები და ამათ ისინი არ და ვინც მიიღებს ის ჩათვალეთ რომ არის მტერი და ვიღა მოღალატე ქართული სახელმწიფოსი და ნუ სიგიჟე ხო მოდი ესე დავარქვათ და ეს არის
მათი ხაზი რო ის ადამიანები და როგორც ჩანს ის გარკვეული ნაწილი საზოგადოების რომელიც ასევე რადიკალურად არის გაზრდილი ამ ეს მოთხოვნა აქვთ და ისინი ვერ ანგრევენ ახლა შეიძლება თვითონაც ხლა ესეთი უგუნურები არიან თუ არა არ ვიცი მაგრამ ხო ხვდებიან რომ არ მონაწილეობა ახლა პროცესი ეს კიდევ ახლა პარლამენტი კიდევ იქნება ხო ამ არჩევნებს 3 წელი ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება 4 წლით აირჩევს ხო საკრებულოს მერებს და ეს პროცესიც მიდის ხო დინამიკა სადახარ და ეხლა ამ ვითარებაში ეხლა მათი არჩევანი ეს მათი გადაწყვეტილებაა ხო და ამას ვერაფერს ვერ უზავ რაც ეხება ოპოზიციის ლიდერების დაკავების საკითხს მაგალითად ეხლა მელიას დაკავება აი ზუსტად ეგეც ხო არის რომ ეხლა როგორი მარტივად ხო საკითხი დგას ესე კომისიამ დაიბარა რაც კანონით არის განსაზღვრული უთხრეს მობრძანდით რაღაც შეკითხვები გვაქვს უნდა ვისაუბროთ არ მივიდნენ და არ ღვიეს კანონი ეს ნებისმიერ ევროპულ ქვეყნებში ესია თუ ცივილიზებულში და არ გვიეს კანონი პროკურატურამ ნუ არ მოითხოვა პატიმრობას შეუფარდეს გირაო ამ გირაოს არ იხდის და ავტომატურად შენივე სრულით მიდიხარ ციხეში ეს კომისიას არ აღიარებენ ის ხო არ აღიარებენ ნუ ეხლა არ აღიარებენ ნუ ვერ აღიარებენ კი ბატონო მაგრამ ეს ციხეშიც და თქვათ მათი პატიმრობაც ეს არის რაღაც თავიანთი გმირობის დემონსტრირება და მიაჩნიათ რომ გმირობაა ხვდები და იმ თავიანთი ამორჩევლის თვალში ეს იქნება ძალიან ესეთი გაბედული და მამაცი ნაბიჯი რომ აი ნახეთ ჩვენ იმდენად შეუპოვრები ვართ აი ამის გამო რაღაც აბსურდია ხო ეხლა რომ არ მიხვედი კომისიაზე არ გაეცი პასუხები და მიდიხარ ციხეში ნუ რა გმირობასთან არის ეს კავშირში რატო უნდა იყოს ეს გაახმული როგორც გმირობა და მინდა ეხლა ეს ცოტა რაღაცა მე ფიქრობ პრობლემაა მასოქისტური რომ ინა თუ არა რაღაცა ჩაჯდება იყო პატიმრობაში ეს მათი არჩევანი ეს არ არის ხელისუფლების არჩევანი არ არის მათი დაპატიმრება ეს მათი არჩევანია ვადაზურა მაგრამ დაპატიმრებული ახალგაზრდები აქციების დროს დაპატიმრებულებზე მინდა კითხოთ ზოგადად აი რაღაცნაირად მათი სოლიდარობაც რომ ეს აქციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს რომ ისინი დაპატიმრებულები არიან და ოპოზიციის ლიდერების აი ეს დაკავებაც რომ აი ჩვენ ერთი ნაბიჯით არ ვიხებთ დაკავებული იმის გამო რომ თუ ის არის რაღაც უსამართლო აი რომ ჯერ ხო მაინტერესებს როგორ რამდენად უყურებთ ამას დაპატიმრებულების საკითხს და რამდენად თავსებადია ის სასჯელი რაც შეიძლება მისჯილი იყოს მათ მიმართ. მე ზოგადად თუ მეკითხებით როგორც ადამიანი ჩემი ბუნებით არა ვარ დიდად მომხრე ადამიანების დაპატიმრებით და ციხეში ჩასვლის ხალხის, მაგრამ მაშინ სახელმწიფო არ არსებობს, ხო ბუნებრივია რა. მაშინ გავაუქმოთ კანონები, გავაუქმოთ სასჯელახსრულების სისტემა და აღარ იყოს ახლა რა ვიცი ესეთი სახე, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ კანონს დაარღვევ, უნდა პასუხი აგო. თან გეუბნებით რომ არღვევ კანონს, კი ბატონო, ხო, მაგრამ ეხლა ხო გავს განცდა რომ იცი რა, მიგაჩნია რომ არ დაარღვე, კიდევ ზევიდან და პირიქით იმაშვები, ხო, სახელმწიფოს კიდევ უნდა რომ ედაო და ჩათვალო რომ მართალი ხარ და გმირი ხარ და ასე შემდეგ. ეს თავსებადი არ არის ერთმანეთთან, ხვდებით, მაშინ მიუხედავად იმისა რომ ხა რასაც მე უნდა გამოიჩინოს რომ ლოიალობა ამ ადამიანის მიმართ ხელისუფლებამ, თქვენ როგორ უყურებთ გამოიჩენს, როდესაც ადამიანს ექნება სინანული, როდესაც ადამიანი მოინანებს თუ თulis რომ დანაშაული ჩაიდედა. თუ არ თulis ის რომ იმას მიაჩნია რომ ეს კანონის არ არის კანონი და მიაჩნია რომ ქართული სახელმწიფოს მართავენ ის ადამიანები, რომელთა აბსოლუტურად მიუღებელია და მათთვის მიუღებლობა ნიშნავს იმას, რომ ისინი იყვნენ მზად არიან, რომ იყვნენ პატიმრობაში, თუ ეს მათი არჩევანია, ნახეთ. მაშინ სახელმწიფო რა უნდა ქნას, რომ ეხლა კი ბატონო თქვენ გეშლებათ, მაგრამ ჩვენ არაფერს არ მოქმედებთ თქვენს მიმართებაში. მაშინ ეს ხო წახალისებაა უკვე ქაოსის, ხვდებით? ეს უკვე წახალისებაა იმისა, რომ ნებისმიერი ჩაიდნეს მომავალში დანაშაულს და ყველას უნდა ეპატიოს და ეს მაშინ უკვე სახელმწიფო აღარ იქნება და ის რასაც მანქანდა ვლაპარაკობთ, ეს გამოკვეთილი ეს იდეოლოგია, საიდაც მიდის ქვეყანა, როგორც გვინდა რომ შევქნათ ესეთი სახელმწიფო და ასე რაზეც ჯერავთ ხო რომ გიხსნით, მაშინ ეს ყველაფერი ინგრევა, ხვდებით? ჩემთვისაც ინგრევა. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად არა ვარ გარკვეულწილად იმის მომხრე არც პაციფისტი ვარ ბუნებით ხო ამას არ გულისხმობ და ნებისმიერი კონფრონტაცია ჩემთვის მიუღებელია თქო ამას არ ვამბობ, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ იმაზე რომ სახელმწიფო უნდა თავისი აღასრულოს ეს მაშინ პროკურორის გავაუქმოთ, სასამართლოს გავაუქმოთ, ხო ამ ლოგიკით. მაშინ აზრს დაკარგავს, თორე ეხლა დანარჩენი უკვე სამართლიანობის პრინციპზე შეიძლება ვიდავოთ. ეხლა ის პოლიციას ხელი რომ დაარტყა, შენ ეხლა ევროპულ ხო მაღალი სტანდარტების ევროპულ სახელმწიფო ერთი როგორ ხდება? ეგ მაინტერესებს ყოველთვის, თორე მე არ მომწონს არავის დაპატიმრება. ამას ამბობდა გერმანიის ელჩი რომ არათანაზომადი სასჯელია, ამაზე იყო საუბარი. სასამართლო მიდის და სასამართლომ გადაწყვიტოს.
იცით მე მომხრე ვარ იმის რომ ბევრი პოლიტიზირება ზოგადად საკითხების სწორედ ეს არის თავარი პრობლემა რა თუ მე ამ ჩვენ ძალიან პოლიტიზირებული ერი ვართ ხდებით და რაც უფრო ეს ნელა-ნელა დაიწევს და ზოგადად პოლიტიკის მიმართ ინტერესი არ უნდა გაქრეს როგორ შეიძლება ახლა ჩვენ პოლიტიკა არის საზოგადოების ცხოვრების არნიშნულ ნაწილი იმიტომ რომ ამის აიღებ მე გადაწყვეტილებას არჩევანს აკეთებ და ეს აუცილებელი მაგრამ ჩვენ ძალიან გვაქვს ძალიან აწეულია ყველაფერს ამ პრიზმიდან პოლიტიკური შეხედულებებით ვფიქრობ და ადამიანები ერთმანეთის მიმართებაში არიან ესე განწყობილი ის ვისი მომხრე ეს ამის მომხრე იმიტომ რომ ეს იყავი შენ ვიღაც მომხრე მაგრამ შენთვის იყავი არ არის აუცილებელი რომ განსხვავებული ეხლა მე მაგალითად ხო ესე ვფიქრობ მაგრამ მე ვინც არ ფიქრობს ესე მე არ მივდივარ იმას შეურაცხყოფას არ ვაყენებ. იმიტომ გამორიცხული რომ მივიდე და გავლანძღო ვიღაცა და თქვა რომ შენ როგორ ხარ ისე და დაუწყო ხა გინება, ლანძღვა, მონავეძახ ხო რაღაცა და შეურალი სიგიჟე. ხო, ნუ ეხლა ამას ამბობს უჯერ ხარ. და სწორედ ეს პრობლემაა, აქ პრობლემაა, ხვდებით ეს აქ არის საუბარი პოლიტიკური ორიენტაცია. ხო, იმ ელსთან თუ მიხვედი და ეტყვი რომ რაღაცა ის მაშინ უკვე არ შეიძლება კანონის დარღვევა. ხდებით და აქ იჭედება საკითხი და ამიტომ ერთი თემა მინდა რომ თქვენთან როგორც დიპლომატს გკითხოთ აი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მილოცვა და შემდეგ უკვე საელჩოს მიერ გამოქვეყნებული პატარა ინფორმაცია აი ამ ჩაშლილი შეხვედრის შესახებ ბიძინა ივანიშვილთან რამდენად რელევანტური იყო აი ეს ინფორმაცია იმ მილოცვასთან დაკავშირებით რა შეიძლებოდა რომ საელჩოს გამოექვეყნებინა ან დაედასტურებინა იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ამაზეც ატყდა ამბავი რომ იყო ავთენტური ეს მილოცვა თუ არა ავთენტური არ ვიცი ჩემთვის უბრალოდ წარმოუდგენელია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელოს არა ავთენტური თუ ვწდები და ესეთი მიამიტივა არ ვიცი მაგრამ აი რა იყო აი ეს ერთი მილოცვა და შემხვედრი შემდეგ ეს ინფორმაცია გავრცელებული თქვენ როგორ წარმოიდგინეთ ეს იმიტომ რომ ვიცით ჯო უილსონის ეს ფრაზები როგორ თარგმნა საელჩომ და შემდეგ უკვე გამოაქვეყნა თავის გვერდზე რატომ არ თქვა მან რომ აი მისი ქვეყნის პრეზიდენტის მილოცვა დიახ იყო და ასე შემდეგ რასაც ელოდა თქვა საქართველოს საზოგადოება ისიც რა აქაც პარადოქსული ვითარება და ეს ალბათ ესეთი რაღაცას ალბათ მარტო ქართულ სახელმწიფოში თუ მოხდება იმიტომ რომ როგორ ჩანს ახლა პირდაპირ ჩანს რომ ესე იგი არის ეს deep state რომელზეც ახლა არსებობს მაგრამ რომელიც არის საკილიკო თემა ხო გახადეს იმიტომ რომ ახლა იცით რატო გახადეს ესეც საკილიკო თემა რომ აი ახლა თქვა რომ ეს რაღაც მოგონილია და რაღაც ისულელია და ხალხს ეფსეუნებიან და თვითონ ამერიკის პრეზიდენტი იძახის რომ ეგ მანდ მაქვს თავარი პრობლემა ეს უნდა დავამარცხო ხო და აქ ფაქტია სად არის ახლა ამდენი ხანი გავიდა და საელჩოს არ გამოუქვეყნებია ამერიკის თავისი პრეზიდენტის წერილს არ აქვეყნებს ახლა ხო და რაღაც მიმოწერაზე საუბრობს რომ როგორ უნდათ ბატონ ბიძინა ივანიშვილს შეხვედრა და ის არ შეხვდა და რომელიც არის დათარიღებული 22 მაისით 22 მაისს მოხდა ეს შეხვედრა იმის ციტირებას მე აღარ დავიწყებ უკვე შემდეგ ბატონ ბიძინა ივანიშვილმა რა განცხადება გააკეთა ძალიან მკაფიო და ნახეთ ვისაც ასევე არაერთგვაროვნად იქნა გაგებული ბატონო არის არაერთ საინტერესებს ჯერ თავის ინტერესებს ფული ძალიან თქვა და ასე შემდეგ პირიქით თქვა პირით ნახეთ ეს როგორც გინდა გაიგებ ქვია მოყუ ხო იცით ქოთანსო იქ საიდანაც გინდა მოაბამო ყურსო პირიქით იქ ძალიან ნათლად წერია ყველაფერი რომ რატო არ უნდა ყოფილიყო ესე და რატო უნდა გაიგო და ქვეყანას ყავს პრემიერ-მინისტრი და უმაღლესი ხელისუფლება შეხვდი ვინმე ეუნება შეხვედრაზე უარს ეუნება წარმოუდგენელია ხა წარმოუდგენელია ივანიშვილის რომ ჩვენ შევთავაზებთ წარმოუდგენელია ბატონო აგერ შეხვდა მე ამ შემთხვევაში ახსნა რატომაც არ იყო მიზანშეწონილი და ჩემს ნახეთ სწორედ ეს არის აქმების აქაც ხო აქმებზე აღარ არის საუბარი აქ არის წერია თეზზე შავით რატომ დანარჩენი უკვე როგორ აგიქვეს ხო ეხლა ნახე ახმასში რა იგულისხმება ხო გამოვიდა ოპოზიციური ტელევიზია ეს ყველაფერი ისე მიაწოდა საზოგადოებას რომ ივანიშვილს მარტო ფული აინტერესებს ნუ ეხლა ამას უკვე აქ უკვე ნახეთ პრობლემა ამას ვერანაირად ვეღარ აუხსნი ეხლა ვისაც ამისი ჯერა რომ ეს ესია იქ ხო საუბარი ას კარგავს რა კარგავს ას და ეხლა რაღაცებს უფრო მე ვფიქრობ რაღაცები შეუძლებელია რა თვალსაზრისით რომ ადამიანების გარკვეულწილად მე ვიცი
ადამიანების გარკვეული ნაწილი, რომელსაც ჰქონდა რყევა, რომ აი ამ პერიოდში რა ეს ევროპული მომავალი გარკვეულწილად არიან ქართული ოცნების ხალხდამჭერები, არჩევნების ხმა მიცეს მაგალითად, მაგრამ რაღაცა ამ პროპაგანდამ ამ ყევა შემოიტანა და ეს რატო ხდება, მაგრამ გავიდა რაღაც პერიოდი დამშვიდდა, დაალაგდა. მე ისიც გაერკვა, რომ თურმე რამხელა იმას ჩვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში, სტაბილურობის, წინსვლის და ოღონდაც რაღაცა ამ ძიმე და საშინელ პერიოდში, როდესაც არის ომი, აგერ რეგიონში არის დაპირისპირება ასეთი და რომელიც არ მთავრდება კიდევ და არ ჩანს, როდის დამთავრდება, აუცილებლად დამთავრდება. ღმერთმა ხნას მალე, მაგრამ როდის არ ვიცით ხომ? ამ ვითარებაში როგორ გაუძლო ქართულმა სახელმწიფომ პატარა ქვეყანამ და გაიარა ამ დანის პირზე, ხო? ეს რო უკვე ანალიზდება და ამას უკეთებს ადამიანი და უკვე მე ბუნებრივად მშვიდდება და არის ადამიანების გარკვეული კატეგორია, რომელიც აბსოლუტურად არ უყურებს ამას ესე რა. მე ვიცი ხალხი, რომელსაც რატომაც არა ვიომოთ. თვითონ კი არ იომებს. სხვა ვიომოს, აგერ ვინც არიან ახლა ეს ხალხი წავიდნენ იომონ, დაიხოცოს ხალხი და არ მოგვისმენია. არ გვინახია პოლიტიკური ლიდერების პირდაპირ განცხადებები რომ ესეა. ხო, ნუ ეს ნათქმა უნდა და ეხლა ჩვენ რას ვაკეთებთ არა? ეხლა არის ადამიანების გარკვეული რა ფიქრობს რომ არ ყოფილიყო დღეს ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება, ჩვენ გვიქნებოდი ძალიან მძიმე მდგომარეობა. ესია. აბა როგორ წარმოგიდგენთ თქვენ ახლა სააკაშვილი გვარამია და უგულავა და ისინი ყოფილიყო ხელისუფლებაში, აქ მშვიდობა იქნებოდა? არ იქნებოდა პირდაპირ გეუბნებით. გამორიცხულია. ამას ვერ დამაჯერებს ვერავინ. კი ბატონო. როგორც საპირისპიროს მე ვერ ვაჯერებ ალბათ მათ, ხო? რაღაცა გარკვეულწილად მათ ხარდაჭერებს. ბოლოს მინდა აუცილებლად კითხოთ საკრებულოს თავმჯდომარე გახდით რამდენიმე დღის წინ, ხო? თუ ერთი კვირის წინ, როდესაც ზუსტად არ მახსოვს. საკრებულოსაც აქვს პრობლემა ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში. ამას როგორ არქმევთ თქვენ და როგორ ფიქრობთ ზოგადად აი მუშაობის წარმართვას ოპოზიციის გარეშე ან როგორ ხდებოდა აქამდეც ამაზეც რო გითხრათ, იმიტომ რომ ესეც კი ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის. ან კანონ პროექტის მიღების პერიოდიდან, რომელსაც რუსული დაარქვეს, ხო, გამჭვირვალობის შესახებ კანონზე, იქიდან დაიწყო ბოიკოტის რეჟიმი, მაგრამ ეს ბოიკოტი იცით რა არის? თვითმმართველობა და ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი და ზოგადად საკრებულო ეს პარლამენტისგან იმით განსხვავდება, რომ აქ სხვა სისტემა, ხალხი ეს პირიქით მათ ინტერესში ეს არანაირად არ შედის, იმიტომ რომ ეს არის ყოველდღიური ურთიერთობა საზოგადოებასთან, ხალხთან, იმიტომ რომ სწორედ თვითმმართველობა არის, ესეც არის აღქმული თვალსაჩინოში, რომ ყველაზე ახლოს დგომი ხელისუფლებაა საზოგადოებასთან ხალხთან. ნუ ყოველდღიური ურთიერთობაა. კი, ეს არის, იმიტომ რომ თქვა რაც სხვა იგივე სხვა სამინისტროებს, იგივე პარლამენტს, ესე არის მიუხედავად იმისა, რომ მათაც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს ქვეყანაში თავისთავად, მაგრამ ესე ასეთ ითვლება, რომ ყველაზე ახლოს, იმიტომ რომ ის მუნიციპალური თემებია უშუალოდ ჩვენთან დაკავშირებული საყოფაცხოვრებო ყოველდღიური და საზოგადოება ბუნებრივია აქ უფრო მეტად მოდის, რომ იცის რომ ეს კონკრეტული საკითხები და ის წუხილი რომელიც მათ აქ გადაიჭრება და ოპოზიციის არსებობა სწორედ მანდარი რომ მოვიდნენ იქ უამრავი საკითხები და ერთად ვიმსჯელოთ. არის ხოლმე გარკვეული რეჟიმი, როდესაც რაღაც კომისიების ხდომებში გარკვეულწილად იღებენ მონაწილეობას, რაღაცა საუბრობთ, მაგრამ აი თვითონ ამ საკრებულოს ხდომაზე, უარს ამობენ და როდესაც ჩვენმა კოლეგამ ოპოზიციიდან ბატონმა გაგაურიძემ გადაწყვიტა რომ მიეღო მონაწილეობა, რა დღეს ჩააგდეს და ლანძღეს და მოკლედ რაღაც მოღალატე და აქ არის პრობლემა, აქაც ხვდებით ახლა წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ვიღაცას ესეც განსხვავებული ამ ადამიანს ხო განსხვავებულად მოიქცა, ხო? ვიქცა განსხვავებულად არ ჩათვალა იმ მომენტში რომ ეს იყო მისი გადაწყვეტილება ესეთი, ხო? რაღაც ახსნა განცხადებაც გააკეთა, მაგრამ სხვების ვიყავ აბსოლუტურად მიუღებელი და ამიტომ უნდა, არის შენ შეგიძლია გამოხდე თქვა. ახერხებს გარკვეული საკითხების მოგვარება თუ მაინც ახერხებს. ჩვენთან აქ პრობლემა არ არის. პირიქით, ჩვენ გვინდა რომ ესენი იყვნენ და გარკვეულწილად გქონდეს ეს პროცესი, რომ მათთან დებატებში შევიდეთ, იქნება მათ თქვა გარკვეულად ისეთი საკითხები შემოიტანონ დღის წესრიგში, რომ ჩვენთვისაც იყოს მისაღები, ხვდები და ეს არის ამის პრეცედენტები არსებობს, რომ ჩვენთვისაც იყოს მისაღები, ან ჩვენ რაღაც გარკვეულ გადაწყვეტილებას ვიღებდეთ და მათ გითხრათ ეს გადაწყვეტილება ასე კი არა, ასე გავაკეთოთ და ეს ძალიან ცოცხალი პროცესია. რა თქმა უნდა და ეხლა მე და ეხლა არ მომცე საშუალებას ჩემი კოლეგები ტყუილის რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ეს გადაგვიდია ბუნებრივია საკითხები მე მოუბრუნებულ ვარ და ეს სხვა სისტემაა და ამიტომ ვამბობ რომ ეგ თვითონ მათ აზიანებს დღემდე ეხლა ვერ გაუგიეთ იღებენ მონაწილეობა შემდგომ არჩევნებში ადგილობრივ თუ არ იღებენ და
ახლა ჩვენ მათ მაგივრად გადაწყვეტილებებს ვერც მივიღებთ, არც ვაპირებთ, არც სურვილი არ გვაქვს პირდაპირ გვეტყვით, იმიტომ ჩვენ წინაშე არის გამოწვევები, უამრავი გაკეთებული საქმე და მომავალში გასაკეთებელი საქმეები, რომელიც ჩვენ გვადარდებს, გვაწუხებს ჩვენ მოსახლეობასთან ერთად და ხმათ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ყველა ის რაღაც გარკვეული დაპირებები, რომელიც გავის 21 წელს უკვე მივიდივართ, ბოლოსკენ მივიდივართ, უკვე ყველას დაპირებების შესრულების პროცესი მიდის და ეს გაკეთებული საქმეები არის, რაც გიმაგრებს ზურგს რეალურად, ხო? ეხლა ყველაფერი არ შეიძლება მოგწონდეს, მაგრამ ბუნებრივია. კი ბატონო, ძალიან კარგი იმედი მაქვს, რომ მომავალში როცა იქნებით ჩვენი სტუმარი, ვისაუბრებთ ამ ქალაქის პრობლემებზე, რა გაკეთდა და რა არ გაკეთდა. ჩვენი დრო ამოიწურა. დიდი მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისთვის და საუბრისთვის. მსმენელებს და მაყურებელს შევახსენებ, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ზურა აბაშიძე იყო დღეს ჩვენი სტუმარი. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ზუსტად ერთ კვირაში ამავე დღეს, ამავე დროს, ამავე არხზე. გემშვიდობებით, დიდი მადლობა ყურადღებისთვის.